მოგესალმებით. დღეს ვეხილავთ სიმღერას გადავიჩრდილებთ ტყეში და მოდი დავიწყოთ მარჯვენა ხელის რითმის ახსნით. რითმი ძალიან მარტივია. არის შემდეგნაირი. ანუ ორი ჩაკვრა, ამოკვრა, ჩაკვრა და ამოკვრა. ორი ჩაკვრა, ამოსვლა, ჩასვლა, ამოსვლა. ანუ ორ ჩაკვრას ვაკეთებთ ერთდროულად და მერე ვაყოლებთ ამოსვლა, ჩასვლა, ამოსვლა. ანუ როგორ გამოდის? ჩასვლა, ჩასვლა, ამოსვლა, ჩასვლა, ამოსვლა. ნელა აკორდები შემდეგნაირად იქნება. მარჯვენა ხელი სულ ეს არის ძალიან მარტივია. ეხლა გადავიდეთ აკორდებზე. მოკლედ, სანამ აკორდებზე გადავალთ, იქამდე გამოიწერეთ არხი არ დაგავიწყდეთ და დაწერეთ კომენტარებში მუსიკარის სიახსნაც გინდათ რომ იყოს. ეცდები გადავიღო. ეხლა მოდი დავიწყოთ აკორდებით. გავაგრძელოთ აკორდებით უბრალოდ. გვაქვს ძალიან მარტივი აკორდები. ეს არის D, M, D მინორი. ამის სასაღებად გვჭირდება პირველ ლადში პირველი სიმი, ეს ლადები 1, 2, 3, 4, 5, ესენი ლადები არის დანაყოფები. სიმების საფუძვლა იწყება ქვევიდან ზევით, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე. ესე იგი, პირველ ლადში გვინდა პირველი სიმი, მეორე ლადში გვინდა მესამე სიმი და მესამე ლადში გვინდა მეორე სიმი. უნდა გქონდეს ესეთი ხმა. შეეცადეთ ეს თითები სხვა სიმებზე არ დაგედოთ. ანუ ეს თითი რომ მიდევს მეორე სიმზე, შეეცადეთ რომ პირველ სიმზე არ დამედოს, ან მესამე სიმზე არ მიმედოს. თორე ხმას დაახშობს იმ სიმისას და ექნება ცუდი ხმა. აი რაღაც ესეთი. ანუ კარგად დააჭირეთ და მარტო იმ სიმს შეახეთ, რომელზეც უნდა ეხებოდეს თითი. პირველი აკორდი ეს არის D, M. აქ უკრავთ 4-ჯერ იმ რიტმს. 1 2 3 4. 4-ჯერ უკრავთ ესე სულ. მერე გადავდივართ შემდეგ აკორდზე. ეს არის AM. პირველ ლადში გვინდა მეორე სიმი, მეორე ლადში მესამე და მეოთხე სიმები. ანუ პირველ ლადში მეორე სიმი და მეორე ლადში ეს მესამე და მეოთხე სიმები. აქაც იგივენაირად ვაკეთებთ 4-ჯერ. ამ ყველაფერს მერე ვიდეოს ბოლოში იქნება მთლიანი სიმღერის დაკვრა. და იმ ვიდეოს უყურეთ და იმ ვიდეოსთან ერთად აყევით და მიხვდებით რომელზე რამდენჯერ უნდა გააკეთოთ, მაგრამ თითქმის ყველაზე 4-ჯერ ვაკეთებთ ერთ და იგივე რიტმს. შემდეგი აკორდი არის G. G აკორდი რო ავიღოთ, მესამე ლადში გვინდა პირველი სიმი და მესამე ლადში გვინდა ასევე მეექვსე სიმი. ხოლო მეორე ლადში გვჭირდება მეხუთე სიმი. ძალიან დამწყებები ხართ და G აკორდის აღება რამენაირად გიჭირთ. შეგიძლიათ ესეც დაუკრათ მარტო მეხუთე და მეექვსე სიმები მეორე ლადში და მესამე ლადში. თითქმის იგივე ხმა აქვს, მაგრამ ერთი ნოტია სხვაობა თქო უნდა, უფრო ლამაზია ეს G-ს თუ დაუკრავთ. თუ ესე ვერ იღებთ G-ს, შეეცადეთ რომ აი ეს ხელი ცოტა ჩატეხოთ, აი ეს. ანუ ესე კი არ ქონდეთ ზევიდან, ესე კი არ დაუკრათ. ცოტა დავლა ჩაწიეთ ეს ხელი და უფრო მარტივად დაუკრავთ G აკორდს. ზოგადად აკორდებს უფრო მარტივად დაუკრავთ თუ ესე ჩაწევთ დაბლიან ხელს. ესე იგი D, M. მერე AM. მერე G. მერე AM ისევ. G. აი ძალიან მარტივი სიმღერაა, მარტივი დასაკრავია, ისწავლეთ და მშვენივრად დაუკრავთ. დღეისთვის სულ ეს იყო, დაწერეთ თუ რამე გინდათ ისეთი სასწავლით და გამოიწერეთ არხი რა თქმა უნდა, რომ მალევე მიიღოთ ახალი ვიდეოები. დღეისთვის სულ ეს იყო, აბა უყურეთ ახლა ვიდეოს და ნახეთ მთლიანი სიმღერა ერთიანად როგორ უნდა დაუკრათ.